ემოციურია, როგორია ახალი კაფე რესტორანი, ამას ჩვენ ძალიან მალე ანა მაცხარაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობ და აქვე მინდა ვთქვა, რომ მე და მანიკაც ვიყავით მიწვეულები მის გახსნაზე, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ მისვლა, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს აუცილებლად მივიღოთ ხვალაც და ასე შემდეგ. თბილისში მე-18 საუკუნეში აშენებულ შენობაში Fresh Casual კაფე რესტორნის პირველი ფილიალი განთავსდა. კომპანია Macro Construction-ი დაინხოლი ოფიციალურად გახსნა. რესტორანში ადგილობრივი და მსოფლიო სამზარეულოს კერძებია წარმოდგენილი და გემოვნების მიხედვით 5 განსხვავებულ გარემოს აერთიანებს. Macro Construction-ი მშენებლობის ტურიზმის სფეროში ინვესტიციებს 2013 წლიდან ახორციელებს. ბოლო 4 წლის მუშაობის შედეგი საქართველოში ნაყოფიერი იყო. ამიტომ გადავწყვეტეთ მსოფლიოში პირველი Fresh Casual კაფე რესტორანი სწორედ თბილისში გაგვეხსნა. 9 ივლისიდან გავუგებთ ჩვენ სტუმრებს. კარს უკვე ოფიციალურად მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართველების გემოვნებას. მსგავსი პროექტები აახლოებს ორ ქვეყანას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენი სახელმწიფო შეუწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში იზრდება უცხოელი ტურისტების შემოსვლა ჩვენს დედაქალაქში და არა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქში და ბუნებრივია, რომ ასეთ პროექტებს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. დაინხოლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და Macro Construction-ის დიზაინერების მიერ დაპროექტდა. ისტორიული შენობის რესტავრირებულ დარბაზებში ბარი და მარანია განთავსებული, სადაც მსოფლიო ბრენდების სასმელებია წარმოდგენილი. რესტორნის სტუმრებს ხელოვანების ნამუშევრების გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ. აქ ყოველთვიურად გამოფენა გაიმართება. დაინხოლის სივრცე პირველად ქართველი სკულპტორის ლევან ბუჯიაშვილის ნამუშევრებს დაეთმო. ექსპოზიცია შეიძლება პერიოდულად და თუ განახლდება თვითონ თემატურად ზუსტად ჯდება ამ ინტერიერში არის, იმიტომ რომ ეს მასალები ძალიან უხდება ერთმანეთს, სტილენძი, აგურით არის ძირითადი ინტერიერი აქ და ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი ჰარმონიულად ზის ყველაფერი მოსწონს. მრავალფუნქციურ კაფე რესტორანში კერძო და კორპორატიული საღამოებიც გაიმართება. კარგი საკვები ადამიანის უფლებაა. ეს დაინხოლის მთავარი დევიზია. კიდევ უფრო დამწყდა გული. სიუჟეტის ნახვის შემდეგ ხო კიდევ უფრო მეტად დამწყებული, კიდევ უფრო მეტად მომედა. ამიტომ შევისვენოთ რეკლამის დროა იმედის ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.